ექიმებო, ძალიან მინდა რომ მომიყვათ თქვენი დილის რუტინა დაწვრილებით. გაიღვიძეთ. დარეკა მაღვიძარამ თუ ნებით? მე ჩემით მეღვიძება უკვე რამდენი ხანია გამომუშავებული მაქვს, რაც უნდა გვიან დავიძინო, მაინც ერთ და იგივე დროს მეღვიძება დილით. არაფერი განსაკუთრებული საუზმო, მე შევდივარ აბაზანაში. აი, ეგრევე ხო არ საუზმო? ადექი. ჯერ 9 ლიტრს დავლევ წყალს. ეს საპირფარე შემდეგ მოხდა? მერე საპირფარეშოს მერე. კი ბატონო, მერე სვავ ყავას და მივირთმევ საუზმეს. მერე შევდივარ საბანაოდ და მივდივარ სამსახურში. რაიჩი წახვედი? ესეთი განსაკუთრებული არა. არა, თითქოს არავის არ გვაქვს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ყველა ჩვენი რუტინა გვაქვს, რომელიც აი ესე გაწერილი გვაქვს ერთგვარად. ლევან, შენი რუტინა? აი რო გითხრა გავსმეთ კი ყოველდღიურ ერთმანეთს არა ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემი რუტინაც ეგეთია როგორც რეზერვსი რა, ძირითადად, მაგრამ ყავას არ ვსვამ ფაქტიურად ერთად. წყალი და მივდივარ. ოჩა. და რატო გვეკითხები საერთოდ ამას ვერ გავიგე. ძალიან მნიშვნელოვანი რამე ყოფილა ეს დილის რუტინა. მოკლედ, ახალი კვლევების შედეგები მინდა გაგაცნოთ, მოგიყვანოთ. სწორედ დილის რუტინას ეხება, იმიტომ რომ ამ კვლევების შედეგმა გვითხრა შემდეგი რამ, რომ ერთმა პაცია დაუგეგმავმა ცვლილებამ, არასაკუთარი, ესე ვთქვათ, ნებით განხორციელებულმა ცვლილებამ შეიძლება მთელი დღე გაგვიფუჭოს თურმე უბრალოდ. ნუ მაგაში გარკვეულწილად გეთანხმები, იმიტომ რომ რო არ მისაუზმეა და ისე წავსულ ვარ სამსახურში, მეც ხო. გარკვეულად ამრევია, ასე ვთქვათ, დღის გრაფიკი და ლევან, შენ? იმით. ხაი წარმოვიდგინე, ხაი უნდა მიხვიდე, დაისხა ყავა და ამას გირეკავენ და უცებ უნდა გაიქცე სადღაც დაუგეგმავად. ან საუზმე ვერც მოასწარი, ისე გირეკავენ სამსახურში ხარ სასწრაფოდ მისასვლელი. ხო აი, აირია ყველაფერი. ან კიდევ უარესი. შეშედი ხარ აბაზარაში და იფიქრე ხა მე აუ ეგ რა გაგახ საშინელება ამ დროს მივდივარ ჩამოიქცა ყველაფერი კლინიკაში და იქ ვიღებულობ შხავს. ნუ შენ ესეთი კლინიკა ნუ რა ვქნა, მაგრამ მაინც მეცდება რაღაცეები მაგ დროსაც. ხო, მაგრამ გამოსავალიც არის და თან აი წარმოვიდგინე რომ აი დავშათ აღმოაჩინე რომ ყავა დამთავრდა. აი არ არის ხა უცებ ეს რომ აიშალე ყველაფერი აგიშალოთ. აიფოფრე. ხო ხო და ეგრეა თურმე ერთი პაცია რაღაცა შენი გეგმებიდან ამოსული ცვლილება შეიძლება მართლა იყოს ძალიან ცუდი დღის გარანტი. თან ჩვენ საუბრობთ დაუშვათ გაღვიძებინა სადღაც 10-30 წუთის დროის ვადაზე, ხო? აი გავიღვიძეთ თორე იქიდან 10-30 წუთი მაქსიმუმ. ეს არის თურმე ჩვენი რუტინის მთავარი ეპიზოდი. თორე მე უკვე სახელმწიფო რომ გახვედი შეიძლება იქაც გაიქცე, აქაც გამოიქცე, დაუგეგმო, დრო დაგჭა და რაღაცას მოასწრო, მაგრამ საუბრობთ გაღვიძებიდან მაქსიმუმ 9 საათზე. ჩავშალოთ ნელ-ნელა ეს ყველაფერი. ჩავშალოთ. მაშინ ჯერ სტუმარს დავპატიშებ, მისი ამბავიც გავიგოთ. და შემდეგ უკვე გავყვეთ რა მიზეზებმა შეიძლება მართლა აგვიშალოს მთელი დღე და ნახოთ მართლა ესეა თუ არა. წავედით? წავედით. მაშინ ჯერ მოვიპატიშებ სტუმარს. ჩემს ძალიან დიდი ხის მეგობარს, ულამაზეს, უკარგეს, უჭკვიანეს, ძალიან კარგ სხარტ მენეჯერს. აი რატო ახსენებ ახლა ამას? თუ რამის დაგეგმვაზე ვსაუბრობ, თუ რამის გაწერაზე და რუტინაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ეს მისია ნამდვილად. ჩვენი დილამშვიდობია საქართველოს სამზარეულოს დედოფალი, ჩვენი ლიკა კვარაცხელია, რომელიც რუტინულად რეცეპტებსაც გვაწვდის. და ახლა მოგყვება თავის დილა როგორია. ლიკა მოდი ჩვენთან. გამარჯობა. დიდი მადლობა წარდგენისთვის, ჩემო ლამაზო. არაფერიზეთ მეტი არ მithქვამს, მართლა ესია. ძალიან მაგარი ერთხელ მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა. ძალიან მაგარი სტუმარი ხარ, იმიტომ რომ ბევრ თემას ესადაგები და ამას კიდე ძალიან უხდები, იმიტომ რომ შენ დაგეგმვა არის შენი რაღაცა ძალიან ძლიერი მხარე, ესე ვიტყოდი. დაგელოდებით, ჩვენ არ გვინდა რომ ხელი შეუშალოთ შენს გეგმას და თან მოგვიყევი შენი დილის რუტინა როგორია? დილის რუტინა პირველ რიგში ძალიან ადრე იწყება. ადრე რომელსაც? ახლა ამ პერიოდში დილის 8-ზე და ყველაზე მეტად მიყვარს. საფხულში ცოტა უფრო ადრე, არ ვიცი, მეღვიძება, მე თუ თავისუფალი დრო მაქვს, ძალიან ვცდილობ, რომ ისევ დავიძინო, მაგრამ ნუ იშვიათად გამოგვდის მე და თიკას. შემდეგ ძალიან მიყვარს დრო მაქვს და ცოტა ხანი ისევ ვაგრძელებ ლოგინში ყოფნას, მგორავ, ტელეფონს სკროლავ, რაც ვიცი რომ ცუდი წესია, მაგრამ
ბოლო დროს ეს ჩვევა ესეთ მკვეთრად მაქვს და თან აი აქვე ვიგეგმები უკვე სანამ წამოვდგები, აქვე ვგეგმავ დღის განრიგს, იმიტომ რომ როგორც წესი ყველაფერი კალენდარში მაქვს ხოლმე ჩამოწერილი და დილიდან ამ ყველაფერს გადავხედავ, გადავაადგილებ, შევხედავ რომ ყველაფერი ისე მაქვს როგორც ვასწრებ და შემდეგ უკვე პირველი რა თქმა უნდა ეს არის ყავა. აი ყავის დალევა თუ დამერღვა ის დღე თავის ტკივილით გარანტირებული მაქვს. ანუ რომ წამოდექი ლოგიდან მე რასაც აკეთებ არის პირველი ყავა, ხო? აი ეგრევე ვისხამ და ყავას. ნიშნა შევიტან წყალი ჯობია. ვიცი, ხო. შეძლებთ. აი ძალიან მიყვარს ყავა, მაგრამ წყლით დაიწყე. ხო, მაინც ძალიან და ექიმურ- ვეცადო, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. ცხელი უფრო გიხმობს რაღაცნაირად, ხო? რესო. და აი ეს ყავა არის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ყველაზე ხელშეუხებელია და ნუ ვერაფერს უბრალოდ ყველაფერს შეელევი ამის გარდა. კი, აუცილებლად. ანუ უბრალოდ არ შემიძლია თავი მტკივდება საშინლად 1-2 საათში, თუ დილიდან ყავა არ დავლია. ჩვევაა ხო? თორე რატომ რუტინა, ჩვენია. მე მიცდია სხვათა შორის და მე გამოკიდებულიც. გამხსენები რომ ყავა რო არ დამილევია, რა არის თქო და მე მაინც დამილევია, იმიტომ რომ აი თითქოს გაკლია. კიდე რა შეივსო. შეგიგზნია რაღაცა გაფუჭებული ასე ვთქვათ დღის შედეგი, იმიტომ რომ დილას რაღაცები აირია შედაუნებურად, ან რაღაც სხვა რამეზე გახდი გასაქცევი, ან რაღაცა წყალი არის. რა თქმა უნდა, წყალი ახსენეთ და უწყლობა, ნუ კატასტროფა. აი ხლა ხანს იყო ზუსტად რომ წყალი არ მქონდა და ცოტა დრო მქონდა და გამოვიცვალე და გავიქეცი სავარჯიშო დარბაზში და იქაც წყალი არ იყო და ნუ მთელი დღე თავდაყირა დადგა, იმიტომ რომ აი წარმოუდგენელი იყო, კი, რა თქმა უნდა. ჯერ ეს ერთი სადღაც აღარ წავსულვა რაღაცა დაბრკოლებების გამო, ან რაღაცა დამრჩენია და ეს მე ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ სახლიდან რომ გავდივარ, თან მიმაქვს ყველაფერი მთელი დღის სად რა გადაღებისთვის რა დამჭირდება, იქ სავარჯიშო ჩანთა თუ აუზზე მივდივარ, იქ აუზი, აი ყველაფერი ჩალაგებული მაქვს და წყობს საღამო, წინა საღამოს თუ დილას ჩას. ნუ როცა დილის გადაცემა მაქვს, რა თქმა უნდა, საღამოს ვაწყობ და თუ ესე დილით ძალიან ადრე არ გავდივარ, მაშინ ხო. ეს იგი ლიკა მახსენა კოტრიალი ლოგიში ვიდრე ადგება. ეს მნიშვნელოვანი რაღაცაა და გეტყვით რატო. მე პირდაპირ ვდგები, ანუ გაღვიძებული ვარ და პირდაპირ ვდგები. მე კოტრიალი არ შემილია. არა, გეჩქარება და ალბათ იმით. არა, არ რომც არ მეჩქარება, იმ დილას მაინც ვდგები. ესე იგი, თურმე აი ამ რუტინის მნიშვნელობა და ის ზუსტად თანმიმდევრულობა პირველ 30 წუთში უნდა ჩავსვათ. ეს იგი, როგორც იყვება, ეს 30 წუთი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მასში ხდება რეალურად გამოფხიზლება ჩვენი გონების. დანარჩენი, რასაც ვაკეთებთ, ვიდრე ჩვენი გონება გამოფხიზლდება, არის ზუსტად ის რუტინული, დაჩვეული, დასწავლილი ჩვევები, რომელსაც ავტომატურად ვაკეთებთ. ეხლა ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს მართლა ყავის ჩამოსხმა, იქ წავიდა, გაიზმორა ამ ფარდები გადაწია, ვიღაცისთვის ეს უცებ საწოლი აილაგა, ვიღაცისთვის აი რაღაც დილას წაივარჯიშა 5 წუთი, აი ის რასაც ბევრი ფიქრი არ უნდა, ეს უბრალოდ შენი ჩვევაა, რომელსაც აკეთებ მუდმივად. აი ეს სანამ რეალურად გამოფხიზლდება გონება, ესეთი თანმიმდევრულობა ჭირდება და მერე უკვე რო ფხიზლდება, მერე შეუულია ცვლილებების მიღება და მანამდე თურმე სანამ არის ამ ბურუში, აი ეს რაღაცა თუ ვერ მოასწრო ის აუცილებელი ასალაგებელი ლოგინი, მართლა შეიძლება ძალიან გაუჭირდეს და მთელი დღე მერე ქაოტური კონდეს და რაღაცა ხო, 9 საათში არა, მაგრამ როგორც არ უნდა ვაგვიანებდე, როგორც წესი არ ვაგვიანებ ხოლმე და ლოგინს ვერ დავტოვებ არეულს, აი ვერაფრით. ანუ ესეთი შეგრძნებოდა ჩემს შვილებსაც უმაგას ვასწავლიდი, რომ აი პირველი საქმე დილიდან არის ლოგინის დალაგება. აი მე თითქოს მთელი დღე უკვე იმ განწყობი იმ ტალღაზე ხარ, რომ რაღაცები ლაგდება. ერთ რაღაცას დავამატებდი, არაერთხელ გვითხოვს იგივე რაღაცა, რომ ესე იგი დილით სანამ არ მოხდება, როგორც იქ ამახსენა სრულად გამოფხიზლება, არავის არ ურჩევ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს. სამსახური იქნება თუ ოჯახში რაიმე გადაწყვეტილება, რადგან მაინც ძილბურანში ვართ ამ შემთხვევაში და ნუ არ არის რეკომენდირებული. მე როდესაც კარგად გამოფხიზდებით გავა 9 საათი თუ 1 საათი, მე მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ძალიან ინდივიდუალური რაღაცაა ეს რეზო, იმიტომ რომ მე ძალიან ნაყოფიერი ვარ დილას უფრო. ახლა თუ მართლა არ მეყო ძილი და ისე გავიღვიძე, ამას არ გულისხმობ. როდესაც საკუთარი რაღაცა მითი სურვილით
ხიზდები, ძალიან პირიქით უფრო კარგი აზრები მომდის და ესე გონია რომ არა, კარგი აზრები პირველ ნახევარ საათზეა თიკა ლაპარაკი, თორე მე რა თქმა უნდა გეთანხმები, მაგრამ აი თავიდან კიდე ყველაზე ცუდი რაც არის ჩემთვის ვიტყოდი რომ იმას რომ ძინავს დილიდან აი ახალ გაღვიძებულზე რომ ტელეფონი რა ეკავს და რო არ ჩერდება და ზირთად პაციენტები მირეკავდა ხოლმე და სუმინდა რო უთხრა აი რომელი საათია რა რომელი საათი არა მე მაინც შვიდად პასუხობ და ნუ ეს მაინც ცოტა გამაღიზიანებელია აბსოლუტურად მესმის შენი როგორ არ უნდა იყოს ახლა დილის 8-ზე გირეკავე ხო თან ოღონ არ ჩერდი შენ რაღაცა მოულოდნელი ზარი რა რაღაცა შეუფერებელ დროს უკვე პანიკა გიპყრობს. ერთხელ კი არა იმ ბერჯერ, ორჯერ, სამჯერ, რო არ ჩერდება. 8 საათი ღამის 4 საათი გძინავს ექიმო. ხო, ნუ ეგ. და შენ ასეუნები. არა, რა თქმა უნდა, არასეთქვი. შეგოდებოდი. თქვენს ისტორიას ვავსებ აგერ. ეხლა თუ გამოისწრებთ ერთ ჩვევას, რომელსაც ადამიანების 80% აკეთებს. ბილის რუსიგიანას ალბათ. არ გონია რომ 80% რატო ნაკლები? ესე მგონია. ყავას სვავს. არა, ყველაც არ სვავს ყავას. ხო და პირსიბანს ალბათ. პირსიბანს. სკროლავს. ამოთხროლავს მეც ვარ. ახალი რუტინი, მე ლიკა, ახალი რუტინის მონაწილენი. შემატა. ნამდვილად, მართლა შეემატა. ანუ პირის ბანვას უსწრებს? სკროლვა? რა თქმა უნდა. ანუ გაიღვიძე. აიღე ტელეფონი. რომელი საათია? იქვე ამას შევამოწმე. რაღაცა, ამდექი, ტელეფონიანად მიდიხარ საპირფარეშოში. იქიდანაც ტელეფონიანად გამოდიხარ, ყავაზეც ტელეფონით მიდიხარ, ყველგან ტელეფონით მიდიხარ. მე როგორ ვამართლებ იცი ამას? მე ადრე მეძინებ, საღამოს არაფერი აღარ შემდის თავში და დილით რამე ესეთ მნიშვნელოვანი ხო არ გამომრჩა თქო და ამიტომ აუცილებლად უნდა შევამოწმო. აი წარმოიდგინე შენი დღე გათენდა და ამოგივარდა სკროლვა. როგორი იქნება ამ დროს შენი დღე? გააჩნია თუ მეჩქარება და მაგის გამო ამოვარდა, იმიტომ რომ ვიცი რომ ან გვიან გამეღვიძა შემთხვევით და მეჩქარება, მაშინ არ მგონია რომ ამან გამეფუჭოს დღე, მაგრამ თუ არა მაქვს ესეთი საჩქარო პროცესი, მირჩევნია ფინჯანი ყავა დავთმო დილის. ვიდრე სკროლად. არა, ფინჯან ყავას ვერაფრით მე მგონი მაგით ვხიზდები მე. დილის რუტინის გადახედვა მოგვიწევს ლიკა მე და შენ. ტელეფონში ჩახიდვის გარეშე სახს ვერ ვტოვებ, იმიტომ რომ უნდა ვნახო კალენდარში სად მივდივარ, რა მჭირდება, რა უნდა წავიღო თან და რაღაცნაირად დროც ამის მიხედვით გამსაზღვრო და მაინც მიწევს რომ ჩავიხედო. რაც თავარია სამსახურში მაგვიანებ? არა გვიანებ. რაც თავარია გასაკეთებელი რაც არის კალენდრით გაწერილი, გამოგდის? კი. გამოგდის. ყველაფერი გვაქვს მოაზრებული დღის განმავლობაში. რა შვილებს უნდათ, რა ოჯახის სხვა წევრებს, რა საქმეს უნდა, რა ჩვენს საკუთარ მას რაღაცა ჯანმრთელობას იქნება ეს თუ უბრალოდ საჭიროებებს შეხვედრებს გამოგდის და გვაპატიეთ ერთი ეს სკროლვა რა მოხდა. რაღაცაში ხო უნდა გვიპოვოთ წუნი. იყოს ეს სკროლვა, თუმცა ისე კლევას თუ დაუბრუნდებით არაო. არაო, ძალიან გთხოვთო, არაო. რაღაც უფრო ჯანსაღი მოიფიქრეთო და არა, მე დილას მე მჭირდება, ჩემი რუტინა ეგ არის და მჭირდება. და მე ცოტა ხნით დავიტოვებ და ვიფიქრებ. სადასე ვერ გადავალ აი ამ რადიკალურ ცვლილებაზე. მე რა ვიცი, ვარ გამომივიდეს მერე კარგად რამე. ლიკა, ჩვენ ვიტოვებ ჩვენს დილის რუტინას, შვენიერია, ვერაფერს ვერ შევცვლიდი მე ამ ეტაპზე. თუმცა მათ ვისაც გააქვთ იმის ძალა რომ შეცვალოთ რუტინა და უფრო ჯანსაღი და სასარგებლო გახადოთ, ნამდვილად ყოჩახ თქვენ. ჩვენ ვიტოვებთ ამას, მაგრამ არ გვიშლის ამაში ხელს რომ მაინც დღის ბოლოს წარმატებულად დასრულდა ჩვენი დღე. თუმცა პირველი ნახევარი საათი ყოველდღიურად თუ იქნება ზუსტად იმ თანმიმდევრობის რომელსაც თქვენ დაუგეგმოთ თქვენ თავს, დღე კიდევ უფრო წარმატებული იქნებაო, ეს კვლევა ასე გვეუბნება. ხო და თქვენს გაითვალისწინეთ. ლიკა, მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენი კარგი რჩევებისთვის.